კი ბატონო, მოგესალმებით. თავისთავად შეხვედრის ჩატარება უკვე ნიშნავს იმას, რომ მექანიზმი აამუშავეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რომელიც რეგულაციაში ჩადებულია. ამ წლის მარტში იყო მიღებული, ესე ვთქვათ, ეს ბოლო რევიზია რეგულაციის და იქ წერია, რომ სანამ უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ ქვეყანას, მასთან ტარდება კონსულტაციები ან დიალოგი, მასთან იხსნება დიალოგი, რომლის დროსაც, ესე ვთქვათ, ისინი ეცდებიან, რომ მიუთითონ შენიშვნები მისცენ, მიუთითონ შეცდომებზე, დარღვევებზე და შემდეგ მყისიერად, რა თქმა უნდა, არ ხდება უვიზო მიმოსვლის შეჩერება, იმიტომ რომ ამ დიალოგის შედეგად უნდა დაადგინოს ევროკომისიამ, ანუ შეძლებს თუ არა საქართველოს გამოასწოროს ის შეცდომები, რომლის გამოც, ესე ვთქვათ, დადგა საკითხი. მაგრამ თავად აი ის რომ დიალოგი დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი გადადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ. ეხლა თუ ამ დიალოგის როცა დიალოგი კარგ რამეს ნიშნავს, ეს ის შემთხვევა არ არის. სიტუაციის გადაჭრას როცა ნიშნავს, გამოსავლის ძიებას. ხო, სანამ უვიზო მიმოსვლას აგართმევენ, ეს დიალოგი აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ეს დიალოგი გახსნილია აი ამ მიზნით. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ცუდი ნიშანია. მაგრამ მყისიერად მოხდება თუ არა, ეს სხვა საკითხია. მყისიერად არ მოხდება ამ შემთხვევაში, თუ დიალოგი, რა თქმა უნდა, არის ეს შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია მოხდეს მხარეებს შორის და შემდეგ გარკვეულ დროს დაელოდებიან და ჩაატარებენ ალბათ მეორე რაუნდს, რომელზეც გამოკითხავენ შეძელით თუ არა, თქვათ აი ამეების გამოსწორება, რის გამოც ჩვენ ვაპირებთ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას თქვენთვის. ისე მე მგონია, რომ დაელოდებიან სექტემბერს, როდესაც უნდა მოხდეს მთლიანად უვიზო მიმოსვლის მთლიანად რეგულაციის მიხედვით გათვალისწინებული ყველა ქვეყნისთვის ანგარიშის გაკეთება. ანგარიში ყველა დაიწერება მათ შორის საქართველოზე, რა მდგომარეობა არის და უფრო უნდა ველოდოთ თუ უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებენ უფრო სექტემბრის შემდეგ ალბათ. თუ ანგარიში იქნება ძალიან კაცრი და მოითხოვს ის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მაშინ უკვე ალბათ ეს მომენტი დადგება. შემდეგ ეს იქნება წევრი ქვეყნებზე დამოკიდებული, თუ აი ამ ახალი რეგულაციით, როცა ეს კვალიფიციური უმრავლესობით არის შესაძლებელი, ბევრად უფრო მარტივად მისაღწევი შეიძლება აღმოჩნდეს. არა, ეს ბევრად უფრო მარტივად მისაღწევია და არა მარტო კვალიფიცირებული და არც უბრალო უმრავლესობით შეუძლია ევროკომისიამ შეაჩეროს პირდაპირ. ევროკომისიას აქვს უკვე დელეგირებული და ევროპული საბჭო, ანუ ლიდერების, ქვეყნების ლიდერების ხმის მიცემა. რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს სიგნალი ან ევროკავშირის საბჭოს სიგნალი მნიშვნელოვანი იქნება ევროკომისიისთვის. მაგრამ თუ ვთქვათ, იქიდან არ იქნა რაღაც მითითება, რომ მოიცათ ნუიჩქარებთ ან რაღაცა, ევროკომისიას შეუძლია თვითონაც შეაჩეროს. ეს არ არის გაუქმება, რა თქმა უნდა, მაგრამ შეაჩეროს აი 12 თვით რამდენადაც მახსოვს ამ შემთხვევაში უკვე რეგულაციის ახალი 12 თვით არის დიპლომატებისთვის და ოფიციალური პასპორტების ფლობელებისთვის. ეს თავისთავად იმათთვის შეჩერებულია 12 თვით, მაგრამ ასევე შეიძლება შეჩერდეს ყველასთვის მოსახლეობის 12 თვით. მაგრამ ეხლა როგორც წესი არა, უბრალოდ გამომდინარე ევროკომისიის და ევროკავშირის აი მიდგომებიდან და ხასიათიდან უფრო მოსალოდნელია, რომ მაგალითად კიდე რაიმე კატეგორიები დაემატოს აი დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებას. ესე ხდება გრადუალურად, მაგრამ არ არის გამორიცხული თუ გამწვავდა ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ამ ადამიანის უფლებების გამო ესეთი კრიტიკა თუ გაძლიერდა ქვეყნებში, მაშინ ევროკომისიამ შეაჩეროს უბრალოდ სექტემბრის ანგარიშის შემდეგ. თუ ანგარიში ღიად მიუთითებს, რომ ყველაფერი ის დარღვეულია, რის გამოც თქვათ, უფლება აქვთ, რომ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, შეიძლება არც დაელოდონ ევროკავშირის საბჭოს ან ევროპული საბჭოს ამასთან დაკავშირებით დასკვნას ან გადაწყვეტილებას. კი ბატონო, ხელისუფლების ქმედებები თქვენ რა ტიპის ან თქვათ განწყობას ან დასკვნის საფუძველს გიქმნით? ეხლა ამ მომენტისთვის ხდება პროვოცირება პირიქით, როგორც ხედავთ, ხო? იგივე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლები პროვოკაციულია. ისინი პირდაპირ არ დანაშაულებენ ევროკავშირს რაღაც დისკრიმინაციაში, რაღაც
არასწორ ქცევაში რაღაც ევრობიუროკრატიას ისევ ახსენებენ და რაღაც ქვეყნებსაც მიუთითებენ ხშირად რომ არასწორად იქცევით და არასწორად გვექცევით. მე ძალიან მაინტერესებს აი ვიზა დიალოგის შედეგი რა იქნება, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული რომ ისეთი დიალოგი გაიმართოს დღეს რომ ხვალე გადაწყვიტონ რომ მოდით აღარ დაველოდოთ მაშინ. იმიტომ რომ ვიზა დიალოგის შედეგად აი ეს როგორც მოგახსენეთ ნელ-ნელა გრადუალურად ეს გაგრძელება საუბრის და მცდელობა რომ ქვეყანამ შეცვალოს ეს თავისთავად შეიძლება ჩაკლან უბრალოდ დიალოგის დროს. თუ თქვა გამოიყენებენ იგივე ლექსიკას, იგივე მიდგომას არაფერს არ აღიარებენ, არანაირ თუმცა დიპლომატით არის წარმოდგენილი ვინმე პარლამენტის წევრი რომ ჩასულიყო შეიძლება ასეთი შიშები უფრო ქონოდათ დიპლომატია წასული კონკრეტული სამსახურის მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რომ დღევანდელი დიპლომატები აბსოლუტურად ემორჩილებიან პოლიტიკურ ესე ვთქვათ ძალიან ძნელად წარმოსადგენია რომ იქ გამოიყენოს ჩვენმა დიპლომატმა რაღაც ისეთი მოქნილი ესე ვთქვათ ტაქტიკა იმიტომ რომ პირველ რიგში დარდობენ იმაზე რომ ჩემი მესიჯი და ჩემი ქცევა არ განსხვავდებოდეს მართველი ძალის ლიდერების ვთქვათ რიტორიკიდან ხო აქედან გამომდინარე თუ დიალოგის დროს მაგალითად არაფერი არ აღიარა ქართულმა მხარემ და არანაირი დაპირება არ მისცა რომ კი ბატონო ჩვენ ამას შევეცდებით გამოვასწოროთ შევეცდებით მაინც თუ არ უთხრა ხო მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად განვითარდეს კი ბატონო ძალიან ძიმე სურათი შესახებ გახდა კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი. მადლობა კახა გოგოლაშვილს. მე დაგემშვიდობებით. მადლობა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.